გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ჩამომივიდა ესე იგი დრონი, ბიუჯეტური დრონი, DJI Mini 4K, გავხსნათ ახლა დრონი. რომ შემიძლია თუ დაგჭირდებათ მკითხეთ რომელი დრონია, ლინკსაც ჩაგიგდებთ, საიდან ვიყიდე, ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა იყიდოთ თავის მახსოვრობასთან ერთად ეს დრონი, იმიტომ რომ 4K-ში იღებს ვიდეოს. და ისე თუ არ ექნება ჩიპი და კარგი ხარისხის ჩიპი, კარგ ვიდეოს ვერ ჩაიწერს. აქედან გამომდინარე, მოგიწევთ მერე დაცდა, თავიდან გამოიწეროთ ჩიპი და ასე შემდეგ, ხო? ჩადეს რაღაც შეელოთ, ალბათ ბევრად უკეთესად შეიფიქროთ რა, ამის. და აი ეს არის ჩიპი, მეგობრებო, ნახეთ, ესეთი ჩიპი არის. და 256 გიგაბაიტი არის რა, საკმაოდ იაფად ვიყიდეს სიმართლე გითხრათ ეს ჩიპი და შემიძლია ასევე ჯერ გავტესტოთ რა. იქნებ საერთოდ არ ვარ, მაგრამ მე როგორც ვიცი, კარგი ისინი ქონდა კომენტარები და მეგონი ცუდი არ უნდა იყოს რა. ოკეი. ეს არის მეგობრებო თვითონ პულტი. ესე იგი ჩვენი დრონის. Samsung-ის ისევე Apple-ის შესაერთებელი რა. ესე შეგიძლიათ ეს ამით ამაგრებთ რა თვითონ ამაზე, აი აქ მაგრდება ტელეფონს და ისე იწერთ. Ну, რა თქმა უნდა, ამით უკავშირდება აი კაბელით. მე ამ შემთხვევაში iPhone-ი მაქვს და ამით უნდა დავუკავშირო რა. და თვითონ დრონი, მეგობრებო, DJI Mini 4K, აი ესე გამოიყურება ის. იღებს ძალიან კარგ ვიდეოს იღებს, მაგრამ კამერის თავი არ ტრიალდება ვერტიკალურად, მხოლოდ ჰორიზონტალურად იღებს. ასევე ამრიდები არ აქვს. თუ მაგალითად რამეს ეჯახება, თვითონ თუ არ აიცილებთ პულტით, ხო? მაშინ დაეჯახება და შეიძლება ჩამოვარდეს კიდევაც ან დაზიანდეს რა. ამიტომ თავიდან ბოლომდე არის თქვენზე დამოკიდებული ეს დრონი. ასევე არ აქვს ტრეკინგის ფუნქცია, როდესაც მაგალითად მონიშნავ თვითონ მონიტორზე, ზოგ იმას ესე იგი დრონს მოყვება ასევე პულტი, რომელსაც ზედა აქვს თვითონ მონიტორი, რაც გაძლევს საშუალებას, რომ აი მაგალითად ტელეფონი არ გამოიყენო. ეხლა მე ამ მომენტში ვერ ვამაგრებ, მაგალითად ტელეფონს და ვერ გაჩვენებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში შევესწრებით რომ განახოთ, რომ როგორ მაგრდება ეს ყველაფერი. თვითონ ამაზე აქვს პულტზე აქვს მონიტორი რა. და შეგიძლიათ მონიშნოთ ნებისმიერი ობიექტი და დრონი თავისით გამოყვება რა, ესე რომ ვთქვათ, რაც არის ძალიან მაგარი ფუნქცია კი. თუმცა თუ ხარ დამწყები და არ იცი ახლა მომავალში გააგრძელებ ამ დრონით გადაღებას, არ გააგრძელებ და უბრალოდ გინდა გატესტო რა, როგორც მუშაობს. აი მაგალითად როგორც მე ახლა რა, მე გირჩევდი რომ აი ეს დრონი ჯამში ახლა მე მაგალითად, ხანდახან უფრო ძვირი ღირს, ხანდახან უფრო ნაკლები, ხანდახან უფრო მეტი, მე უფრო ნაკლებადაც შემეძლო მეყიდა, მაგრამ მოკლედ ვიყიდე საბოლოო ჯამში თავისი გამბაჟებით, გამბაჟებაც საჭიროა მეგობრებო. დრონებს სჭირდება გამბაჟება და სადღაც და დარეგისტრირება რა, მოკლედ რა, თქვენ სახელზე უნდა დაარეგისტრიროთ, როცა იწერთ დრონს. კანონმდებლობით არის ეს ყველაფერი გათვალისწინებული, სადღაც $300 დამიჯდა რა. საბოლოო ჯამში თავისი გამბაჟებით და ასე შემდეგ. პლუს აი ეს დაჭდა სადღაც $30, საკმაოდ კარგი ხარისხის კარტა. ამის გარეშე ვერ ჩაწერთ ვერანაირ ვიდეოს დამიჯერეთ რა.
დიდი მადლობა, რომ უყურეთ ამ ეპიზოდს. რამე თუ იცით რა, რაღაცა კითხვები გაქვთ, მაგალითად, ვიყიდო ეს დრონი, არ ვიყიდო ეს დრონი, საიდან ვიყიდო, გამომადგება, არ გამომადგება, რა ჭირდება, როგორ ჭირდება, იცით რა, შეგიძლიათ უბრალოდ კომენტარები დამიწეროთ პირველ რიგში, კომენტარებშივე გიპასუხებთ ამ ყველაფერზე. და არ დაგზარდებით რა. ანუ თუ რაღაცა მომწერთ პირადშიც, Facebook page-იც მაქვს, Instagram page-იც მაქვს, მომწერთ პირადში და გეტყვით მაგალითად, რომ აი, იცი რა, აი ეს ალბათ მე გიჩვევ აი ამას, აი აქედან გამოიწერე ეს, აქედან გამოიწერე ის და რავი, თქვენთვის უფრო მარტივი იქნება. თან არ არის ძალიან ძვირი რა, ეს არის ბიუჯეტური ვარიანტი და ისეთი ხარისხის ვიდეოს იღებს და მიჯერეთ რომ ღირს. ესე იგი, მადლობა რომ იყურეთ, მეგობრებო, აუცილებლად დაასაბსკრაიბეთ ეს არხი, რომ უფრო უკეთესი და საინტერესო ვიდეოები ჩავწერო თქვენთვის. და ასევე ხელს შემიწყობთ, რომ გავაგზელო ვიდეოების ჩაწერა. მადლობელი დაგრჩებით აუცილებლად და თქვენს არ ინანებთ და არ დაგაღალატებთ. ნახვამდის, კარგ ამბრძანებელად.